ხაშურში 16 წელს მიუღწევალ პირთან გარყვნილი ქმედების ფაქტზე 60 წლის მუსიკის მასწავლებელი დააკავეს. დაკავებული მოსწავლეებს გორში, დაბა აგარასა და ხაშურის მუსიკალურ სკოლებში ხალხურ საკრავებზე დაკვრას ასწავლიდა. დაკავებულს დაზარალებული 15 წლის გოგონა გაკვეთილზე ხშირად საკუთარი მანქანით დახავდა, როგორც ირკვევა ბრალდებულმა არასრულწლოვანზე სწორედ საკუთარ ავტომობილში სკოლისკენ მიმავალ გზაზე იძალადა. ადგილობრივებს ფაქტის დაჯერება უჭირთ, აღნიშნული დანაშაული სარჯერა დაკავებულის მეუღლეს. მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 151 მუხლით მიმდინარეობს. გავიგე ხომ რომ მოსწავლე იმას ქნაო, მაგრამ არ ამგონია რომ ეგ სიმართლე იყოს. მაგას ნამდვილად ვერ დავიჯერებ ვერანაირად. რაც გავიგეთ, ნამდვილად არ არის სასიამოვნო. იმიტომ რომ ამდენი წლები არის მეზობლად არის ეს ბიჭი და ამისგან ცუდი არაფერი არ გაგვიგია. მით უმეტეს ახლა ჩემი შვილიშვილის დადიოდა მაგათთან ფანდურზე დაკვრაზე და სადაც მიყავდა ხოლმე ყოველთვის ისეთი მზრუნველი იყო. მეტის აი როგორც მშობელი ისე ზრუნავდა ბავშვებზე. რომ ან არაფერი მოწეოდა, თან არაფერი არ იმას ეკრება. ნამდვილად გასაკვირველი არის ჩემგან ასეთი ისი. ეს მოსწავლე აქაური არის? არ ვიცი, არ ვიცი არა. ნამდვილად არ ვიცი ვინ იყო ის მოსწავლე და რა იყო. თორე ქვეყანა მოსწავლეები ყან ამდენი წლები არის სახლშიც ამზადებს, სკოლაშიც ურამშიც ამზადებს და ხაშურში კიდე მუსიკალურში, აგარაში ყველგან კარგი სახელი ჰქონდა. გორშიცა კიდევ გორშიც იმაშვებოდა. ატიოსანი ბიჭი არის, წესიერი ბიჭი არის. აქ ხაშურში ასწავლის? ხაშურში სასწავლიდა. რუიშიც სასწავლიდა. მაგნაირი ბიჭი უბანში არის, მაგნაირი აი ოჯახის კაცი და რომელი ბიჭი პატრიოტი ადამიანი რა. ან მრავალი წელია ესე ამ საქმიანობის პედაგოგიურ საქმიანობას სწავლობ? კი. თქვენ არა გაქვთ რა შეიძლება ფოტომოხდათ? აი უბანში ვისაც არ უნდა გითხოთ, ნუ გლახა სიცუდეს არავინ არ გეტყვის. არც გამოგაჩნდა. შუაში სადაც გინდათ გაიკვეთ, ეს არის კაშები.